ძაღლი ძალიან განიცდის და ძალიან დარდობს პატრონთან განშორებას. ისე დარდობს, რომ საშინელი დეპრესია ეწყება, წყალს არ სვავს დეპრესიის გამო, საჭმელს საჭამს და მეორე კვდება. როცა მე ეს შემძლებია და გამიკეთებია და გამომიყვანია ძაღლი დეპრესიიდან და გადამირჩენია, იყო რამოდენიმე შემთხვევა, როცა პატრონს ესე იგი გაიხსნა გონება და მოსულა თავისი ძაღლის უკან დასაბრუნებლად. და წარმოიდგინე ესე იგი, ხო მე გავაკეთე ყველაფერი, გადავარჩინე ძაღლი, ვაჩუქე სიცოცხლე და პატრონის დანახვაზე მე აღარ ვახსოვდი მოკლედ და დაინახა ის და მოკლედ გაგირდა სიხარულისაგან ისე ესე იგი გაყვანია ძაღლი იმ ესე იგი ბოდიშიდან ნაგალ პატრონს რომ ჩემსკენ მოხედვის სურვილიც არ ქონია. ლეკობიდან იყო იქ იმ პატრონთან, იმ სახლში, იმ ეზოში, გაიზარდა თქვა 5 წელი ცხოვრობდა და შემდეგ მოხდა ჩემს ჯოჯოხეთში, რასაც ქვია თავშესაფარი, რასაც ქვია 30 კვადრატული ფართის ვოლიერი, სადაც მისნერი მიტოვებული ძაღლები არიან, სადაც არის გამუდმებული ესე იგი ყმუილი, ტირილი, ეს საშინელი აურა დეპრესიის და ბუნებრივია გამართლება აქვს ასეთ შემთხვევაში ძაღლის საქციას, როცა პატრონის მოუკითხია, თქვა 1 წლის შემდეგ წაუყვანია ძაღლი ისე უკან თავისა და ჩემი ამაგი დაივიწყა ძაღლი. აი ამით ვიმართლებ და ამით ვიმაგრებ გულს, რომ ნუ ძაღლი არის ერთგული და პირველი პატრონის დავიწყება არ შეუძლია, გამორიცხულია. ან უნდა გადაყვეს მასზე დარც, ან არა და უნდა გამოვიყვანო დეპრესიიდან და გააგრძელოს ცხოვრება, მაგრამ მაინც ვერ ივიწყებს იმ პირველ პატრონს.